ქვეყნის მილიონნახევარ მოქალაქეს შორის, ვინც მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკუთრებაშიან სარგებლობაში არსებული საკარმიდამო ნაკვეთი დაირეგისტრირა, კვალიტში მცხოვრები ნაილი ოდიკაძე ჩედის. ამბობს, რომ მის სოფელში პროცესი ადგილობრივების ჩართულობით სრულიად მარტივად განხორციელდა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილმა ციფრულმა პროცესმა მნიშვნელოვნად გაამარტივა მიწის რეგისტრაცია და გამორიცხა ცდომილებები. ჩვენ ვცხოვრობთ სოფელ კვალეთში. მიწის ნაკვეთი გვაქვს, რა თქმა უნდა, ალბათ ნორმა, რაც გვეკუთვნის. და ამ ზოები იყვნენ მოსულები და ძალიან გვაყოლილი ვარ, ძალიან ისე კოხდათ მოგვემსახურენ, არაფერი პრობლემა არ შექმნიან, ახაზიც გააკეთეს, კიდეც გადასცეს ალბათ და დარეგისტრირებული ვართ. მიწის რეგისტრაცია ისევე როგორც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ზესტაფონში დასრულების ეტაპზეა. მოსახლეობას სრულიად უფასოდ აუზომეს ყველა ის ნაკვეთი, რომლის მფლობელობაზეც უფლება ან პრეტენზია ჰქონდა, რაც მათ საშუალებას მისცემს სურვილისამებრ განკარგონ თავიანთი საკუთრება. აღრიცხეს, გააკეთეს აღრიცხვა და ჯერ არაფერი მიმიღია, არც მივსულ არ ის. და საერთოდ მატერია კოლმეურნეობიდან მეწერა 6600 მეტრო, საერთოდ, მაგრამ მე მიმატებულები მაქვს რაღაცა. და ყველა დაარეგისტრირდა. არა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს 2026 წლის 1 იანვარს სრულდება. ამ ეტაპზე სახელმწიფო მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ აზომა 2,94,707 მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული საამზომველო სამუშაოების შედეგად ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ყველა განაცხადი, რომელიც მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებსა და ვებ-პორტალზე აქვთ წარმოდგენილი ან რეფორმის დასრულებამდე წარმოადგენენ, საჯარო რეესტრი მომდევნო წელს უფასოდ დაურეგისტრირებს. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირებმა ობიექტური მიზეზების გამო 2022-25 წლებში ვერ ისარგებლეს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით, შესაძლებლობა მიეცემათ 1 იანვრიდან მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრში სპორადული წესით წარადგინონ. გსურს დავაკონკრეტოთ, რომ სისტემური რეგისტრაციის პროცესი ფორმალურად იმ კრიტერიუმებით, რომლითაც ეს დღეს წარიმართება 31 დეკემბრისთვის დასრულდება, თუმცა ჩვენი მოქალაქე, როდესაც კონკრეტულად მიმართავს სააგენტოს ექნება შესაძლებლობა იმავე წესით სისტემური რეგისტრაციის კრიტერიუმებით დადგენილი წესით განახორციელოს რეგისტრაცია ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე. აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე სისტემური რეგისტრაციის დასრულების შესახებ საუბრისას სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე. მისივე განცხადებით მოქალაქეებს, ვინც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ვერ მოასწრო ან სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლო საკუთრებაში გაფორმების ვადა, ეძლევათ 2027 წლის 1 იანვრამდე. რეფორმის დასრულების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები. თითოეული მესაკუთრის უფლება იქნება დაცული და განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.